პირველი რესპუბლიკა იყო პირველი და შემდეგ მეორე რესპუბლიკა ოკუპაციის შემდეგ, რომელიც აღდგა 91 წლის 9 აპრილს. იქაც პირველ რესპუბლიკის უმთავრესი მსგავსება იყო ის, რომ აქაც ხალხის სახელმწიფო იყო ეს. ეს არ იყო ერთი კაცის სახელმწიფო, დესპოტიის სახელმწიფო, პარტიის სახელმწიფო, ერთი ჯგუფის ნომენკლატურის, ოლიგარქიის, ავტოკრატიის სახელმწიფო, ხო, როგორც მოიხასიათებად ისე რომ ადგენენ კანონებს და ქვეყნის ცხოვრებას და ხალხის ცხოვრებას, მილიონების ცხოვრებას. არა, ეს იყო ხალხის სახელმწიფო, სადაც მთელი ძალაუფლება ეკუთვნის მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს. და სწორედ აი ეს მოცემულობაა წარსული ქართული ხალხისთვის პირველი რესპუბლიკის შემდეგაც საბჭოთა ოკუპაციით, ნეოსაბჭოთა ოკუპაციით, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, ის სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც აქ მიმდინარეობდა, ის არ დაიწყო და დღემდე არ არის დამთავრებული, სხვადასხვა ფორმით დღესაც მიმდინარეობს.